რა შემთხვევაში იწყება გამოძიება? საგამოძიებო უწყებებს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოთ წერილობით, ზეპირად ან სხვა ნებისმიერი ფორმით. ასევე გამომძიებელი ან და პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება იმ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ვის შეუძლია დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება? ყველას შეუძლია სამართალდამცავებს აცნობს შესაძლო დანაშაულის შესახებ, მიუხედავად იმისა, დაზარალებული ან დაინტერესებული პირია თუ არა თავად. ინფორმაცია ანონიმურადაც შეგიძლიათ მიაწოდოთ, თუმცა მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ბრალის წარდგენა დაუშვებელია. რამდენ ხანს გრძელდება გამოძიება? გამოძიებისთვის კონკრეტული ვადა დადგენილი არ არის, თუმცა გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს. ის ვერ გაგრძელდება იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამ დანაშაულისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადაა. ეს ვადა კი დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმეზე. ასევე არსებობს დანაშაულები, რომლებზეც ხანდაზმულობა საერთოდ არ ვრცელდება. ასეთია მაგალითად წამება, გაუპატიურება და სხვა. როგორ უნდა ჩატარდეს გამოძიება? გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება ყოველ მხრივ სრულად და ობიექტურად აწარმოოს, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოძიების პროცესში არ უნდა იყოს მიკერძოებული და არ უნდა ცდილობდეს მხოლოდ პირის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას. გამოძიების პროცესში წამოჭრილი ყოველგვარი ეჭვი და ვერსია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გზით უნდა გადაამოწმოს.